აფხაზავების ოჯახს პროტესტის გრძნობა მას შემდეგ გაუჩათ, რაც მათ გამოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან საქმის არსებითი განხილვის ვიდეო აუდიო ჩანაწერი და როგორც ოჯახი ჩვენთან საუბრისას გამტკიცეთ, მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები გამოვლინდა ამ ვიდეო აუდიო ჩანაწერში. საქმის პროკურორსა და ბრალდების ადვოკატს ნატრული აკობიას შორის წარსულში არსებული თანამშრომლური ურთიერთობა ხელს უშლის საქმის წარმოებას, როგორც გარდაცვლილის მეუღლე ჩვენთან საუბრისას ამტკიცებს, ნატრული აკობია საუბარს არაცდის მოსამართლეს და არაძლევს საქმის პროკურორს საშუალებას დააყენოს სხვადასხვა შუამდგომლობები, მათ მიმართეს ზუგდიდის პროკურატურას და პასუხად მიიღეს ის, რომ ნატრული აკობია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა და შესაძლოა მორიდების ეფექტი ჰქონდეს როგორც პროკურორს, ასევე მოსამართლეს. ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოგეხსენებათ, ნათია აფხაზავა გერმანიის მოქალაქეა, ოჯახმა მიმართა გერმანიის სხვადასხვა უწყებას, მათ შორის მედია საშუალებებს და დღეს დილიდან გერმანული პრესა წერს, რომ საქართველოში მკვლელობის გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი გზით და სასამართლოს ობიექტური გამოძიების და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ხელს უშლიან სხვადასხვა პირები. ჩემი და ნათია მიხნიაკი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული. მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მკვლელმა მას 41 ჭრილობა მიაყენა. განსაკუთრებული სისასტიკით აწამა, წამებაში ამოხადა სული და მკვლელობის შემდეგაც აგრძელებდა დაზიანების მიყენებას. ეს ყველაფერი მიუთითებს განსაკუთრებულ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე. საქმის განხილვა მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. პირველი სხდომიდანვე გამოვლინდა საქმის სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ დაზარალებულის ოჯახს გაგვიჩნდა სერიოზული ეჭვი სასამართლო პროცესის მიუკერძოვებლობის მიმართ. არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე ფორმით, რამე გავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესზე. მოვითხოვთ, რომ ჩემი დის მკვლელს გამოუტანონ სამართლიანი, კანონიერი განაჩენი, უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ დაზარალებულის ოჯახი სასამართლოსგან ველოდებით საქმის ობიექტურ, მიუკერძოებელ და სამართლიან განხილვას, თუმცა უკვე პირველი არცებითი სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომლებმაც სერიოზული ეჭვი გააჩინა პროცესის კანონიერებისა და სამართლიანობის მიმართ. კერძოდ, სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებულის ადვოკატი ნატრული აკობია სისტემატურად აჩერებდა მოსამართლეს, რის შედეგადაც საქმის პროკურორს არ ეძლეოდა შესაძლებლობა დაეყენებინა შუამდგომლობები და სრულფასოვნად განეხორციელებინა საპროცესო უფლებამოსილება. სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა მოვითხოვეთ შეხვედრა საპროკურორო სამმართველოს ხელმძღვანელთან, რათა მიგვეღო განმარტება. ჩვენთვის მოწოდებული განმარტება იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. გვითხრეს, რომ ბრალდებულის ადვოკატი წარსულში მუშაობდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რის გამოც პროცესის მონაწილეებს თითქოს რიდი ჰქონდათ მის მიმართ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს დაუშვებელ აბსურდულ და კანონის უზენაესობის პრინციპთან შეუთავსებელ ფაქტს. ნათია აფხაზავას ოჯახი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ სურთ ნათია ხაჭატურიანს მკვლელობისთვის დაკავებულს მიესაჯოს აღკვეთის ღონისძიების სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა და ასევე ისინი ითხოვენ, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც როგორც ოჯახი ამტკიცებს, ნათია ხაჭატურიანთან ერთად ფიგურირებდნენ. ეს არის გამომძიებელი ნიკა სოხაძე, ხაჭატურიანის მეუღლე და მისი დედამთილი.